როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ავტომობილი გადახურდა? გაუზიარე ეს ვიდეო მეგობრებს და ახლობლებს და გამოიწერე არხი. როდესაც ავტომობილის ტემპერატურის მაჩვენებელი ნელ-ნელა იწევს ან უეცრად აიწია, უცებ არ ჩააქრო ავტომობილი. გააჩერე ჭრდილში, ჩაწიე ყველა ფანჯრები და ბოლომდე ცხელზე ჩართე ფეჩი. ამით სიმხურვალის ნაწილი გაიფანტება სალონში. გააღე კაპოტი და სისტემა ამით ცოტათი უფრო გაგრილდება. მაგრამ ცხელზე არავითარ შემთხვევაში არ შეეხო არც წყლის ავზის და არც რადიატორის ფაცობს. გადახურების მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი, თუმცა ძირითადი არის შემდეგი: ანტიფრიზის ნაკლებობა გაჟონვის გამო. ყოველთვის ატარე თან დამატებით ანტიფრიზი. გაუმართავე რადიატორის ვენტილატორი, თერმოსტატი, წყლის ტემპერატურის სენსორი ან წყლის ტუმბო, იგივე პომპა. ყველაზე სამწუხარო კი სარქველის ხუფის შუა სადების იგივე გალოვკის პრაკლატკის დაზიანება. გაბედნული და შეჭმული რადიატორი ასევე არის მიზეზი გადახურების. თუ ტემპერატურამ დაიწია ნელი სვლით, არა უმეტეს 2000 ბრუნით მიბრძანდით მოვენში, მახათას აღმართ ნომერ 2-ში და მიიღე გაგრილების სისტემის გამორეცხვის, შემოწმების და შეცვლის სერვისი. მეტი ვიდეოებისთვის გამოიწერეთ YouTube არხი.